გაატარეს ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, რომელმაც ბოლო დროს თავი რასისტული განცხადებებითაც გაითქვა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომელსაც ხელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი აწერს, ძალაში 15 აგვისტოდან შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ყველა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გაუქმდა. შესაბამისად, ქართველ გალიანოსთან ერთად თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება საქართველოს ყველა მოქმედი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მიიღო. სტურუას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჩიხლაძემაც. შემიძლია დავადასტურო, რომ მინისტრის ბატონ ნიკოლოზ რურუას ბრძანებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნამდვილად გათავისუფლდა ბატონი რობერტ სტურუა. რობერტ სტურუამ ბოლო დროს საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა ქსენოფობიური განცხადებების გამო დაიმსახურა. სტურუა ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში კომუნისტური იდეოლოგიის ღიად ქადაგებასაც არ მოერიდა. თუ რაღაც ჭირს კაცობრიობას და არ დავასახელეთ ეს დაავადება, ბუნებრივია მისგან ვერც განვიკურნებით. რატომ გვიკვირს, რომ ადამიანები ვერ იტანენ სხვა ერის წარმომადგენლებს? ბუნებაში დევს რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ უნდა შევებრძოლოთ, დამოვით, მხოლოდ ვითვალთ მაგცებთ. წარმოიდგინეთ ახლა, რომ გითხრათ, თუ როგორ მიყვარს ზანგები. ხომ შეიძლება ისინი სულაც არ მიყვარდეს, იმიტომ კი არა, რომ ზანგები არიან, არამედ იმიტომ, რომ ოდნავ უკან დგანან ჩემზე, კულტურის მხრივ. ამ ქსენოფობიური განცხადების შემდეგ რეჟისორმა კრიტიკულად განწყობილი ქართული საზოგადოება და განსგამდგარი თაყვანისმცემლები დაიმედა, რომ ჭკუა ისწავლა. მე უკვე ჭკუა ვისწავლე. თუმცა ქართველ გალიანოს ისევე როგორც ნამდვილ გალიანოს დააგვიანდა. რუსთაველის თეატრი ქსენოფობიით შეპყრობილი რეჟისორის გარეშე დარჩა. გაატარეს ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.